რატი გამარჯობა, როგორ ახარ? გაგიმარჯოს ჩემო ვარ ძალიან კარგად და მზად ვარ პოდკასტისთვის, რომელიც იქნება ალბათ კი არა და დარწმუნებული ვარ საუკეთესო საქართველოს ისტორიაში. ეს ერთია, თან პირველი საქართველოს ისტორიაში. აჰა, კი ბატონო. ისევე როგორც ყველა სხვა წინა ხამი იყო პირველი საქართველოს ისტორიაში, ესეც პირველი პოდკასტი იქნება საქართველოს. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის ცხელი დღეები არ გვაქვს, აუცილებლად გვაქვს ზაფხულის ცხელი პოდკასტი. ეს ერთი და მეორე ერთი ზაფხული რახან არის და ცხელი დღეები არ გვაქვს, მაგრამ ზაფხულია და გამოვენთეთ გარეთ და სიგრილეში ვსხედვა აირავოთ. ბუნება, კი ბატონო. თან მოიტანეთ ბუნება და ცხელი თემები გვაქვს, რაც ყველაზე მთავარია, კი ბატონო. ამას ემატება ის მტკიცე ფაქტი, რომ ჩვენ ახლა თბილისის урბანული ხმები გვესმის და ალბათ მიკროფონშიც შემოდის. და ეს ხმები დავტოვოთ და არ მოწვეთ. იმიტომ რომ მეზარება, განა რაღაც სტილისტური გადაწყვეტა, მეზარება უბრალოდ. ჩვენო ძვირფასო მაყურებელო, მოატრიალე კამერა დროზე. როგორ ბრძანდები? რეჟისორი ქვია ამას. ვიცით რომ მოგენატრეთ, იმედია რომ უფრო ხშირად ჩავწერთ პოდკასტს და ერთვიანი შესაძლებლობები აღარ გვექნება, მაგრამ მე ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ეს არის თქვენზე დამოკიდებული, იმიტომ რომ თქვენ ფულო ჩაგვირიცხოთ ამისთვის. კი, დიახ. თალსახად კამერა მოატრიალე, რეჟისორო კაცო. ჩვენ გვშია, განსაკუთრებით ახლა მე მშია მაგალითად და რო არ ვჭამ ამ მომენტში, ეს არის შენი ბრალი მაყურებელო და მაჭამე. და ცალსახად პირდაპირ ვოტყავს იმ ფაქტს, რომ მე მომშივდება მალე და მომიწევს მალე დავამთავრო ეს პოდკასტი. ეხლა რომ ჩვენ არ ვიყოთ მშიერი, 2 საათი ვილაპარაკებდით. ცალსახად. ამიტომ ვილაპარაკებთ მხოლოდ 1 საათი. და რაზე ვილაპარაკებთ რატი? დღეს უცხელესი თემები განვითარდა. დღეს ესე იგი მოხდა რა, პირველი ლევან თარხნიშვილის ცემეს, ვანო თარხნიშვილის ცემეს. ვანიკო. რა? ვანიკო თარხნიშვილი, ნიჭიერის წამყვანი და კარგი ადამიანი. და კიდე სხვა რაღაცეები ალბათ. იღვლიანი ბორბალი. ხო, მოკლედ. მეორე დაიჭირეს დიდი ქართველი ბიზნესმენი მარტვილი ზარალა და მეცენატი, რომელსაც გაგიკვირდება და იარაღი არ ქონდა გაფორმებული, რატომ? იარაღი არა, იარაღის ნაწილი. ხო ეს ვერსიები ნელა ვითარდება ბოლოს, არ ვიცი სადამდე დავა, არ ვიცი. ბოლოს არ ვეშდება რომ ხმალი ქონდა. 3 ტყვია მიქონდა სტრასბურგში. ხო, სტრასბურგში მიფრინავდა კი ბატონო. და ასევე ლელოზე ვისაუბრებთ და ასევე ვისაუბრებთ იმ სასტიკ რეალობაზე, რომ დიდი ქართველი გმირის ვარლამ გოლეთიანის გამო მე ჩემი ჯიბიდან უნდა გადავიხადო $1 მილიარდი ლარი, მაგრამ 400 მილიონი დოლარი. მადლობა ვარლამ, შენ ნამდვილად იხსენი ქართველი რისი გმირი იყო? ნამახვან ჰესის. არა, რაღაცის ხეობის გმირი იყო. არ ვიცი, ბუნების გმირი დავარქვათ, მოწყენსი. არა, რაღაცის ხეობის გმირი იყო, ხო არ გახსოვთ თქვენ? სად შენდებოდა ნამახვან? რიონის ხეობის? არა. თუ ხო, რიონის ხეობის გმირი იყო და ნამახვან ჰესი შენდება ნამახვში ალბათ. ხო, მოკლედ გამომდინარე იქიდან რომ ქალბატონმა ვარლამ გოლეთიანმა გადაარჩინა ნამახვი. ხო, დიდი ქართველი იესო ქრისტე ვარლამ გოლეთიანის გამო, ეხლა ჩვენ მე შენ რატი და მაყურებელმა საზოგადოებამ უნდა გადაიხადოს $400 მილიონი ბიუჯეტიდან NK-სთვის. აჰა. და სასაცილო რა არის ბიჭო, ყველაფერში იცი, არ ვიცი შენ თუ გახსოვს, მაგრამ თბილისში რო ჩამოვიდნენ ეგენი და აქცია რო ქონდათ, შეუერთდნენ ქართველი ლევაკები. ეს ხო, გასაგებია რომ ლევაკები შეუერთდებოდნენ, მაგრამ მეორეს მხრივ მათი აქციის ჩატარება იყო სრულად უზრუნველყოფილი და დაცული ქართული სახელმწიფოს მიერ. ანუ ბიოტუალეტებიც კი დაუდგეს, რაც ძირითადად ხდება ხოლმე, როცა ქართული ოცნება ატარებს თავის რაღაცა მხარდამჭერ აქციას. ძალიან სიმბოლურია, იმიტომ რომ ქართული ოცნება არის ბიოტუალეტი თვითონ. ხო და გაუკვირდება ახლა ქართულ ადამიანს, რომ ეს პროექტი, რომელიც ეს რა ქვია, თურმე ძალიან ცუდი იყო საქართველოსთვის, რატომ ექცეოდა ამას ქართული ოცნება ისე, უბრალოდ იმ ხალხს, რომელიც ამ პროექტს აპროტესტება, როგორც ქართული ოცნების მხარდამჭერებს. არ ვიცი, დავსვათ კითხვები. ძალიან საინტერესო შეკითხვა გამოაჩვინე ახლა შენ რატი და მე ძალიან ჭკვიანი უნდა ვიყო. რაღაც ენერგო დამოუკიდებლობა, რა ვიცი, არის რაღაცა იქო, რაღაცა NK-ო თუ რაღაც. არა, მე მგონი იმიტომ რომ თურქები. ხო, და თურქი ცუდი და რაღაცა, არ ვიცი.
გარდა ამისა, მან თავარი ის არის, რომ ეს ქართველი ლევაკები, თავარი არა, მაგრამ საინტერესო და სასაცილო. კარგი რა მათე გაჩერდი რა ბიჭო ეხა. რა ბოლო გავიგეროს რუსეთი ოკუპანტია ზმა, მაგრამ თურქეთი არ არის ზმა ოკუპანტი, მაგის და ყარსის ხელშეკრულება ზმაო, აგერ ზმაო მოვიდა 2021 წელი რომ 2021 წელი რო იქნება თურქეთი მოითხოვს ბათუმს. ხო, ზამია და მაგი ვერ ვეთქვი ჩვენ არ გინდაო, იმიტომ რომ ზმაო ჩვენ ხელშეკრულებაში ვიწერიენ და რამე ზმაო და ეხა რა გინდა ზმაო რა, ვერ მარტო რუსები რო გაკერია პირზე რა. ხო, კაი. გავიგე. ეხლა შემდეგი. ქართველი ლევაკები ხო შეუძრნენ იმას, რა ქვია, ქალბატონ ვარლამ გოლეთიანს, ქართველი იესო ქრისტესა და როგორ გავს მაცხოვარს. ხო და ვარლამა მე ჩაგუჩი ჩარტა. 5 ივნისი გაცემა ამაზე მაშინ და ვარლამ გოლეთიანი დამახვიდან იქიდან ყვირის მოყალეთ დახოცენ. მაგათი დედას შევეციო. ამიტომ მოკლედ ძალიან კარგი არის ქართველი ლევაკი არის ძალიან სასაცილო ეს რა ქვია. ქართველი ლევაკი ვერ არის თქვას ვერ სწავლობს, მაგრამ ნუ რა ვქნათ ახლა რა ჩვენი ბრალია ეს. ნეტა გოჭაჭანტურია რას ფიქრობს ამაზე? არა აქ ნუ არ ვიცი რა მოკლედ მოდი დავიკიდოთ ეს თემა, იმიტომ არა არ დავიკიდოთ, იმიტომ რომ ვარლამ გოლეთიანი არის სუცუმოს პირადი მტერი. ხო, რა თქმა უნდა, ეს კი უნდა გავიხსენოთ. დიდებული მოვლენა საიოპე ქართულ სოციალურ ქსელში, რომელიც ჩატარებული იქნა სუცუმოს მიერ და ჩვენ ნუ ეს გამოაშკარავდა ძალიან წაგვატყნა მით დეტექტორმა, ნეტ გაზეთმა და fact check gym. წერტილი დაგვისვეს. ვინც არ იცის, არ არის ინიცირებული ამ მოვლენებში, მოდი მოვყვეთ, რომ რომელი წელი 21? ხო, კოვიდამდე იყო და ხო ალბათ. ხო, კოვიდამდე იყო. არა, კოვიდს მერე იყო. კოვიდის დროს იყო მინიმუმ. არ მახსოვს. მოკლედ ნამახვან ჰესის მოვლენები როცა მიმდინარეობდა, ჩემმა უახლოეს მანათესავმა იოსე თაღლაურ მაღალჭერიანმა დაასდო შემდეგი პოსტი მაშინ რა ქვია Facebook ჯგუფში მე მიყვარს საქართველო და ქართველები თუ რაღაცა ეგეთი პატრიარქი ჩემი მეგობარი რაღაცა ეგეთი ჯგუფი რომელსაც საერთოდ ის ხალი ადმინობდა LMS თუ რაღაც რა უწერია არა ეგ არის ხო ეხა იგონე ლამარა ნუ იმაშები ლეილა ცინცაძემელი ასევე ცნობილი როგორც ლოცომო ჩვენი კონკურენციის კონკურენტი ლოცომო კოცი ინფლუენსერი ვებო ხო და დადო პოსტი სადაც ეწერა შემდეგი ნამდვილი განცხადება რომ თურქეთის ელჩი ამბობდა რომ ან ნამახვან ჰესი აშენდება ან საქართველოს დავასრულებთ. კი ბატონო. ეს მან მართლაც თქვა. კი, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა ამ ჯგუფში. რეალობად მიიღო ქართველმა მანონიმ და რეალობა იყო. და ამავდროულად გაკეთდა კომენტარი მისგან რა ქვია. აგი რას იხსენე? მეორე პოსტში რა ეწერა? ესეც იოსე თაღლაური მაღალჭერიანის. მეორე პოსტი იყო ეს იოსე თაღლაური მაღალჭერიანის ექსკლუზივი იყო ეს, სადაც თვითონ ვარლამ გოლეთიანის განცხადება. არა, ეგ მერე კაცო. იოსე თაღლაური მაღალჭერიანის ექსკლუზივებს ვლაპარაკობ ხა მე. ვარლამზეც თქონდა ექსკლუზივი. კი, მაცალე კაცო, მივალ. ვიცი რა უკვე გარდაცვლილი იოსე თაღლაური მაღალჭერიანი ამბობდა რომ ირაკლი ღარიბაშვილი და ერდოღანი შეხვდნენ ერთმანეთს და ირაკლი ღარიბაშვილი დაპირდა იმას რომ ან ნამახვან ჰესი აშენდება ან ამის ფასს ქართველი ხალხი გადაიხდის რაც ცალსახად რეალობა იყო ხო ამიტომ რა ვიცი, იოსე მიცოდა რაღაცეები, რაც უკვე გარდაცვლილმა იოსე თაღლაურ მაღალჭერიანს. და არ დაგავიწყოს რომ ვარლამ გოლეთიანს საკმაოდ ისეთი სტოიკური განცხადებები ჰქონდა, იმიტომ რომ ის მიმდევარი იყო მოგეხსენებათ ანტიკური ფილოსოფიის და დამისტოკლეს ძალიან ხშირად კითხულობდა და ძალიან ხშირად. და ნუ მოკლედ ასევე აღნიშნეს რომ ეს ბინზური ფსიქოლოგიური ოპერაცია რაც ჩაატარა სუცუმომ გამოავლინა ქართველმა ლიბერალთა რა ქვია ვარსკვლავმა მით დეტექტორმა და გააკეთა ძალიან სასაცილო სტატია. მით დეტექტორში მიდი სტატია. ხო, მერე ხელს ვარსკვლავი ხარ ქართული ლიბერალიზმის. სადაც გამოაშკარავეს რომ იმას რა ქვია იოსე თაღლაურ მაღალჭერიანისა და ელენე დედაშვილის პოსტები თურმე არ ყოფილა ნამდვილი ამბები. მაკაგუწაძის და დაჩი კიროალიძის კიდე ბარემ ვახსენოთ. ცნობილი როგორც ბალი ბიჭუნა. ბალი ბიჭუნა დაჩი კიროალიძის თურმე ეს მოგონილი პოსტები ყოფილა. ეხლა შენ გაურბი ხარ ძალიან დიდ თემას, რომელიც საქართველოში მოხდა აგერ გუშინ. და ვთქვი, რომ ხო თუ
თვალი არის და ამ ყველაფერში, მე ხაზარაძე მაფინანსებს. ხო, აი, ამის თქმა წითელი მაგიტომაც ვია, რომ ვინმე არ იფიქროს, რომ ლურჯი რო ჩავიცვა ჩემი საყვარელი ფერი, აი მიხვდებიან, რომ ხაზარაძე მაფინანსებს და ამიტომაც. ვიცი რა, მე ვფიქრობდი ამ თემაზე და მე მგონი რომ ცუდი გადაწყვეტილება იყო რაც გააკეთეს რა. არა, მე მგონი ბრძოლა მაინც ჯობს. არ ვარ დარწმუნებული რომ სწორი ვარ ამ ყველაფერში, მაგრამ მგონი არასწორია რა, არ ვიცი. ბიჭო, იცი რა არის? ნომისმინე ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ყველა ფრონტზე უნდა იბრძოლო. ჩვენ შეგვიძლია არა მარტო თბილისი გამოვგლიჯოთ, ქუთაისით შეგვიძლია გამოვგლიჯოთ, ბათუმით შეგვიძლია გამოვგლიჯოთ, წალენჯიხა არ გამოვაგლეჯინოთ და რაც მთავარია არ დაგო დედოფლის წყაროც ჩვენია ეხა საბოლოოდ. რომელშიც ახლაც მგონია რომ პროტესტი მიმდინარეობს. კი, დედოფლის წყაროში და ჩხოროწყუში 220 დღე გასწია. მაგრამ ეხა ეს ბიჭო სასაცილოა, მაგრამ უხლევესი არის. არა, ზამი მეცნიერება, მაგრამ სხვადასხვაერად ვერ უყურებ აქ ყველაფერს, იმიტომ რომ აი მოდი ქრონოლოგიურად შევხედოთ რა მოხდა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, იმიტომ რომ ესეთი დიდი ყლეობა აი არ მომხდა, აუხსნელი კი არ არის. თვითონ ან როგორ რაღაცა იცი, აი ქართული ანდაზა რო არის რომ მადლი ქედი ქვაზე დადე გაიარე წინ დაგხვდება, აბა ფაქტის პირიქით რომ ყლეობა ქედი გაიარე და მეორე ყლეობა გააკეთე, იმიტომ რომ არა ამათ მარტო ქვა უჭირავთ ხელში და ყვერში ირყავენ. არ ვიცი, სხვა ვერ ახსნი ვერანაირად მაგას. დიდი კამპანია დაიწყეს, რომ ის რა ქვია, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა იყო ღალატი. ოღონდ ეს თვითონ მაგათმა გააკეთეს, ანუ ეხლა ალეკო ილისაშვილი რამდენიმე თვის ალეღვის ფოთოლი ხო არა ვარ ჩემი მე ბიჭო რას ქვია კაცო ქართველი კაცი ვარ სანამ ციხეში ხალხია ძმაო არ გავარ არჩევნებზე რაზე ლაპარაკობს აი ოე გახარია და ყოველ დღე მესიზმრება რომ CS:GO დგას ჩემ წინ და დეშეკათი ვესური მე და ჩემი დედას ვიცავარ ხო და მაკიდა ბიჭო ერთ თვეში თვითონვე დაიხალათ ყია შუბლში ანუ ან ერთი რატო გააკეთა ან მეორე რატო გააკეთა ანუ აუხსნელი კი არ არის აი ვერ ხვდები რა ხდება რა ვაფშე იმიტომ რომ ბლედ ის მაინც ქენი რომ აი ხო იმაზე მაინც იყო ლაპარაკი რომ ერთად გავაკეთოთ რაღაცა რა რავი აი მაგალითად ერთად გადაეწყვიტათ რომ აი ყველა ერთად შევდივართ და ეთქვათ რომ აი რაღაცა ჩვენ ვილაპარაკეთ ამაზე და თვითმმართველობის არჩევნებში შევალთ და აი გამოუშვებენ პოლიტპატიმრებს აი დაახლოებით ესეთ რაღაც ეთქვა რომელსაც სად არის კამერა რომ კამერაში ქართველი მაყურის რომ დათანხმდება საზოგადოება რომ აი მიშას გარდა ყველას გამოუშვებენ ჩვენ ამაზე შევთანხმდით და საზოგადოება ტაში რა თქმა უნდა კარგია ხო ანუ ეს მაინც რომ გაიკეთებინა და ბიჭო კიდე რაღაცას ვიფიქრებდი რომ აი ჯანდაბას მაგას ვამბობდი რომ ყველაზე აუხსნელი ყლეობა გააკეთა ლელომ საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში ლელომ რაც გააკეთა ახლა ამ არჩევნებში შესულით არის საქართველოს ისტორიაში პოლიტიკურ ისტორიაში ერთ-ერთი აუხსნელი ყლეობა ერთ-ერთი არა ყველაზე მთავარი აუხსნელი ყლეობა მეორე ადგილზე არის კობახიძის განცხადება 28 ნოემბერს რომელსაც მე ავხსნი იმით რომ აი არჩევნების გაყალბება შეიტყაპუნეს და რუსეთიდან დაირეკა რომ ამას ხენით რა ქვია ეხა იტყაპუნებთ ყველაფერს და ბარემ გადაუხვიეთ იმედან რა ქვია ევროპული ვექტორიდან და მოუტყანით თუ იქნება რაღაცა ესენი ეტყოდნენ რომ არა ანუ არჩევნები შევიტყაპუნეთ მაგრამ ეს ამას აღარ მოითმენს ქართველი ხალხიო მაგრამ იქიდან ლავროვი ეტყო და ჩაიჯუ შენი დედას შევეციო და მე ეს იძულებული გახდა ეს არის სპეკულაცია მაგრამ ხო სწორია და ესეც ეგ რომ იძულებული იქნებოდა რომ გაეკეთებინა ეს განცხადება სხვა მაგას ვერაფერთ ვერ ახსნი აი ლელო რას აკეთებს დღეს ამას ვერაფერი ვერ ახსნის იმიტომ რომ საკუთარი კვლევები ის იაგო კაშკაჟიშვილი რო არის დიდი შარლატანი თვითონ მაგან მიუტანა კვლევა და აჩვენებს რომ ყლე ხარ ნუ იღებ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღო და მაინც აკეთებენ და მიდი აბა ამიხსენე არ ვიცი აი ბოლო აი გუშინ ხო მაგას ვლაპარაკობ ზუსტად რა ანუ როგორი აუხსნელი რაღაცა იცი რომ აი ეგ განცხადება რომ გააკეთა ეხლა ამის მერე რა გეგმა აქვს რა მართლა საბულჯანში ნუ კრიტიკა აქეთ ხო ეგ არის რომ ეს რა ქვია ბოიკოტის მერე რა ვქნა და აი ეს ეხლა ესე რომ ჩაიჯვა და ამხელა რეიტინგი რომ დაკარგა და ალბათ რა ვიცი მე 5%-ს ვერ აიღებს ხო 5-ის ბევრია იქიდან გამომდინარე რომ თვითონ მაგან შექმნა ეგეთი გარემო რომელშიც შეუძლებელი გახდებოდა ნებისმიერ ტიპის არჩევნებში შესვლა და ლოგიკურიც არის კაცო ხალხსაც ეგ განწყობა ქონა ამას ერთადერთ შეეძლო რომ მაგ განწყობის უფრო ესე რა ქვია შესვლაზე ემუშავა. რაც აი კიდე გასაგები იქნებოდა რომ რაღაცა ქნა და მართლა რავი მე როგორღაც
მაქინაციურად დაწერილმა კვლევებმა ეგაჩვენა რომ კი ბატონო უნდა გავიდეთ და კაი გააправებდა მაგას და ერთმა კი ხო ვერაფრით ვერ აправებს ბიჭო არაფერი შეარժდება ისიც კი არ არის რა რომ აი მეორე ოპოზიციონერობა უნდა მეორე ადგილზე ყოფნა უნდა ეგეც ყლეობაა იმიტომ რომ გახარია გავა მეორეზე იმიტომ რომ მაგის ამორჩეველი მიატოვებს და გახარიას ამორჩეველი ისედაც ქოცია და რამე კაი და გახარია თავიდანვე ამბობდა რომ მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას ეს არა უფრო სიგიჟე ეგაა რომ გახარიას არ აქვს ეგეთი მკვეთრი პოზიცია თვითმმართველობის არჩევნებზე როგორც ამას აუ გახარია ჯერ მაინც არ ვთქვამს რომ კი ამბობენ რომ შევლენ კომისიაზე თქვა თეატრალურიას რო ხო მაგრამ კომისიაზე თქვა ვერბალურ კუნილინგი რო მიდიოდა მაგ დროს უთქვა რომ კი აუცილებლად სტილ ბიჭო აი ეგ ისეთი განცხადება არ არის როგორი მასშტაბური ჩემთვის განცხადება იმიტომ რომ თელეგუნდი გამოდის და იძახიან რომ აი ჩვენ შევდივართ ბრძოლაში ეს აუცილებლად გახარია იძახის რომ ხო ანუ უნდა მივიღო მონაწილეობა იმიტომ რომ დემოკრატია და რაღაცა და ეს იძახის რომ არა მოვიგებ შენ თავარი გავიჭდება ციხეში სხედან უკვე ანუ არ ბიჭო და აი არაფერი ანუ არსად არ წერია რა. აი მე მართლა სიტყვებს ვერ ვყოლობ გარდა იმისა რომ აი ვიცინო ამ ყველაფერზე ვერაფერს ვერ რატო არ ვიცი ვერ გეტყვი ანუ მართლა არანაირი ახსნა არ აქვს რასაც აკეთებენ გარდა იმისა რომ მეორე ადგილზე ყოფნა უნდათ და მერე ვითომ პარტიული ინფრასტრუქტურა შეექმნებათ მაგრამ ეგეც სისულელეა იმიტომ რომ მეორე ადგილზე ვერ გავლენ პარტიული ინფრასტრუქტურის შექმნა თუ უნდა და ხაზარაძეს რო ფული აქვს იმდენი ზარალას ქონდა და დაიჭირეს. ამიტომ პარტიული ინფრასტრუქტურის შექმნა თუ გინდა და შეგექმნა, ჩემი ყლე არაფერი არ გავუკეთებიათ. ამიტომ ვაფშე აუხსნელია. თან ციხეში შედან თვითონ. კაი, იმას თავი გავანებოთ, რომ აი რაღაც სინდისის პატიმრებს უღალატეს და პოლიტიკურ პატიმრებს უღალატეს და რაღაც თვითონ არის პოლიტიკური პატიმარი. ანუ კაი, შეიძლება ამორალური იყო და თქვა რომ გავდივარ და კიდევ უფრო დიდი სიგიჟე ტიპს აქვს მისჯილი, რაღაც 7 თუ 8 თვე და 2 წელი აკრძალული აქვს საჯარო იმას რა ქვია, სამსახურში მუშაობის უფლება. სულ რომ მოიგოს, ვერ მუშაობს, ბიჭო, წარმოიდგინე, ვერც აი და ვერც ბადრი. მან მეორე ის არის, რომ სულ რომ მოიგოს ოპოზიციამ, თქვენ ყველა გაეტყუნა ამ იმაზე, რა ხო. ყველა საკრებულო მოიგეს. ყველა მერი მოიგეს. რა შემყლეს აკეთებთ მაგით? მერე შეიკრიბება ის 80 კოცი და იტყვის რომ მერს აქვს მარტო იმის რა ქვია, ქუჩის მორეცხვითი სამუშაოების ჩატარების უფლება და მეტი არაფერი. და კონსტიტუციასაც შეცვლის ამას, რა ჩემფაქებს იზამ მერე. ხო, არანაირი ახსნა არ აქვს, გარდა პლუს იმას რომ ის რა ქვია, თვითმმართველობის არჩევნებში ძალიან მარტივი არის რომ კოცი როცა ხარ მოიგო, იმიტომ რომ გჭირდება რაღაც რავი 30%, ანუ მეორე ტურებიც არ არის, მიდიხარ არჩევნებზე, შენ თუ უკვე მეტი ხმა გაქვს ვიღაცაზე, ავტომატურად გამარჯვებული ხარ. არანაირი მეორე ტური და დიდი ბრძოლა არ არის. კი, ეს შეცვალეს ახლა. და თან პლუს ამას დამატებულია, ეხლა მიდის ლაპარაკი იმაზე, რომ გახარია და ეს ლელო გაერთიანენ, მაგრამ ბლიად იმის რა ქვია, წინა საარჩევნოთ რო იხვეწებოდნენ რომ მოდი გავერთიანეთ და ერთი 7 შეხვედრა რო ქონდა და ჭამის მეტი არაფერი უკეთებიათ იმ შეხვედრაზე და ვერ გაერთიანეთ, ეხლა რანაირად უნდა გაერთიანოთ. იმიტომ რომ ლევან ცუცქირიძე აღარ არის, ბანდრო ეს არ ხო, კი ბატონო, აი ის მაგრამ მან ერთმა სტუდენტს ვიცნობ ერთს და იმ შეხვდა ქუჩაში რა და იმ გავლენილ სტუდენტმა სხვა ძალიან კაი კაცია და ესეთი რაღაცა მითხრა რომ ეგენი რო გაერთიანდნენო ეს გაერთიანება კი არ იქნება გახარიასა და ხაზარაძეს შორისო ეს იქნება გაერთიანება ხაზარაძის საფულის გარშემო და ძალიან კარგი ეს არის რა ქვია შვენიერად უთქვამს ამ ადამიანს კი ბატონო თან როგორი გამხდარი კაცი არის იცი კი ნუ მოკლედ ეს არის და მართლა ვერ ხსნის ნუ ლელო აღარ არსებობს რაც ჩვენ ნაცებს ცალსახად გვაწყობს მაგრამ აქ მეორე პრობლემაა რა რომ ლელო რო აღარ არსებობს ელექტორალურად ეს კიდე არ ნიშნავს იმას რომ რამენერად კარგი არის ჩვენთვის იმიტომ რომ შედიან ამ არჩევნებში და ეს ცალსახა არგუმენტია იმისთვის რომ აი ოპოზიციური პარტია რომელსაც ცოტა რეიტინგი აქვს მაგრამ რა ვქნა ანუ შემოდის არჩევნებში და ეს ცალსახა არგუმენტია ვიღაც იმისთვის რა ქვია გამოყლებულებისთვის იმაში რა ქვია ევროპაში რომელსაც ეთქვის რომ კი ანუ კაცო აგერ დემოკრატია მუშაობს მაგიტომაც უნდა მოხდეს ლელოს მარგინალიზაცია ყველა მხრიდან უნდა წავიდეს ლელოზე შეტევა დაჯმა შეცმა შესხმა შეჯმა მიწუწვა მიპრუწება მიყუება ყველანაირი იმიტომ რომ გამოჩნდეს იმ ევროპელებმა დაინახონ ისე რომ ხო ესენი გაიყიდნენ რა და რეალურად გაიყიდნენ. ოღონდ სიტყვა გაყიდვა საქართველოში ნიშნავს იმას, რომ ახლა შენ სამილარი და კუტუები მაჭუჭნინე მომეცი უფრო სწორად. და გაყიდვა შეიძლება იყოს ბარტერი ჩვეულებრივი. ხო. ქართულოცნ იმას აწყობს, რომ ვიღაცა შემოვიდეს, ამათ აწყობს, რომ მეორე ადგილოსანი ოპოზიცია იყოს. ხო და ცალსახად აჩვენებს იმას, რომ ანუ არჯერათ არაფერს, ანუ არჯერათ იმის მაგალითად, რომ პროტესტით რამით მიღწევა შესაძლებელია, იმიტომ რომ
ერთადერთი ახსნა მართლა ამ ყველაფრის ის არის, რომ მე ვიჩალიჩო რაღაცნაირად ისეთი ოპოზიციური პარტია ვიყო ქვეყანაში, რომელსაც რამე ეგრე მარტივად ვერ მოწყნავენ. და ჯერ ერთი რო ეგ რასისულელი არგუმენტია, მაგრამ სხვა ახსნა მართლა არ აქვს. სხვა ახსნა მართლა არ აქვს. ანუ ერთადერთი ახსნა ეგ არის, რომ აი როგორც ნაცები ვერ დაასრულეს, იმიტომ რომ ნაცებს აქვს დიდი ძალა და გავლენა და ჯერ კიდე არის ოპოზიციური პარტია, რომელსაც ესე რაღაც ვერ ეტყვი, აბა კარგად იყავი, ეხლა შენ აკრძალავ, ეგ უნდა რომ ლელომ გააკეთოს, მაგრამ ლელო არც 9 წელი ყოფილა მთავრობაში, არც მახილა ელექტრონული მხარდაჭერა არასდროს არ ქონია და არც ეგეთი ტრაკიანი ტიპები არ არიან ლელოში, რომ მართლა ის რა ქვია, სიცოცხლე გაწიროთ მაგის გამო. ხა შენ ნაციონალურ მოძრაობას იმათ კი არა აქეს, ეგეც არის, მაგრამ თავარი ის კი არ არის, რომ 9 წელი მთავრობაში იყვნენ და აქვთ რაღაც ინსტიტუციური გამოცდილება. ნაციონალურ მოძრაობა კიდე იმიტომ არსებობს, რომ იდეოლოგია აერთიანებს. თვითონ პარტიამ ცოტა არის ის რა არის ეს იდეოლოგია და ვერ დაადებენ ის და ვერ გეტყვიან, მაგრამ ეს გამოსწორდება მალე. ეს იგრძნობა მაჯის ცემაზე იგრძნობა ეს, რომ რაღაც მეტი ეს არის რა ქვია. აი გამლელი მოვიდა. გამლელი სტუდენტის მოვიდა. კარგი. ბიზნესმენებზე და სესხებზე გადავედით და და ვახსენებთ, რომ ის დაიჭირეს, რა ქვია, ზარალა დაიჭირეს. ბატონო. კიდე რა ვიცი მე ახლა ცხადი არის, რომ რა ვიცი მე ამ ქვეყანაში ბიზნესი კარგ მდგომარეობაში არ არის. ოღონდ ეს ზოგადად რაღაცა რომ კარგ მდგომარეობაში არ არის, რატომღაც ხალხს ესმის ხოლმე ეგრე რომ მაინც და მაინც უნდა იჭერენ ამ ხალხს თავებს აჭრიდნენ. ანუ კარგად არ ხარ ეს ნიშნავს იმას, რომ თუ შენი კარგად ყოფნა ასე რომ თქვა ჩამოკიდებული არის ვიღაცის აი ამაზე მორჩანო არ ხარ შენ კარგად რა. თან მით უმეტეს იმ ხელა კაცი რო ხარ, როგორიც არის ზარალა. ხო. და ზარალა არის დიდი კაცი, თქვათ, მოდი. გინდ იმით რა ქვია, ფულის რაოდენობით და გინდ კომპანიების რაოდენობით და გინდ დაცვის რაოდენობით. ზარალა არის დიდი კაცი. ხო და ზარალას რო იჭერენ. აი ჭყონია დაფიქრდეს მაგალითად ახლა, რომელიც და დააფინანსოს ხამი. ხო, რა, წინაზე რო იმას ვსამნის რა ქვია, ჰიუანონის გამოგზავნილი რაღაც ფანტას, რაღაც ჩინურ ფანტას. კაცო, დავდობ აქ კოკა-კოლას რა, პრობლემა კი არ არის. კი ბატონო. თუ გინდა იმას დავდებ მართლა ფანტას ან სპრაიტს, რომელია კიდე მაგათი? რა ვიცი, მაკდონალდს შევჭამ. მაკდონალდს არ შევჭამ, მაგრამ კაი, ეს შეჭამს და მე ვუყურებ. მე შევჭამ იმას, მაგათო პულის საცხობი გააკეთა ქართული. რა? მაკდონალდსი არის უნდა ვაღიაროთ, ჭყონია ძალიან კარგი ბიზნესმენია, იცის, ანუ ლოკალური წარმოება შექმნა ყველაფრის მაკდონალდსის საქართველოში ვაფშე, რაც ნაწილების რა, ბურგერში რაც შედის. ხო, მაგრამ პლასტომასიც კი აქვს წარმოება. ქართული პურის ამბავი არ ვიცი. კი, 1 წლის წინ თუ წელიწად ნახევრის წინ შეიძლება 2 წლის წინ გააკეთა ესა ქართული საცხობი. მაგ პურს შევჭამ. ნუ მოკლედ, მამუკა, ეს არის ჩემი უფასო რჩევა. იმას ბიჭო. ხო, ესა. რა ქვია, თემურ. ნუ მამუკასთან რჩევა არ მივა, იმიტომ რომ YouTube-ი არ აქვს. განსხვავებით ვიღაცა კაცი რომელსაც აქვს YouTube და მივა. შენს გამარჯობა. თქვენს გამარჯობა. რასაუბრდი ხო? ანუ თემურ დაფიქრდი ცოტა. შენ რომ ეახლე იმას რა ქვია, ყობახიძეს ახლა იმაზე და იქ რაზე ილაპარაკის კაცმა რო არის ის. ცოტა დაფიქრდი კაცო. გადმოდი აქ დაუბრუნდი იმას. თავარ არ სხვა საზრდოებდი, ახლა ხამი ასაზრდოენ და ბევრად უკეთეს შედეგს დავდებთ. ქართველმა ბიზნესმენებმა ეს ჭკუა უნდა ისწავლონ ზოგადად, რომ აქვთ ძალიან დიდი ბერკეტი მთავრობის წინააღმდეგ. ეხლა ზარალამ რო გადაწყვიტოს მაგალითად, რომ ზარალას რამდენი ფული ექნება შენი აზრით? ყველაზე მეტი ბიზნესამდე. მიდი აბა. 3 მილიარდ რაღაცა. ხო, ლარებში თუ დოლარებში? ხო, 3 მილიარდი. თითქმის ბიზნესზე მეტი ფული გაქვს. მეტი არა აქვს, მაგრამ ანუ თუ გავითვალისწინებთ ბიზნეს ოფიციალურ ფულებს და არა იმებს, რა ქვია, თუთი ყუში რო ყავს ძალიან ზვირიანი, მაგას არ გულესხმო. თითქმის ბიზნესზე მეტი ფული აქვს ადამიანს და დაიჭირეს ისე რომ რავი, რის გამო დაიჭირეს, იცი? რის გამო დაიჭირეს ზარალა, იცი? ზარალა დაიჭირეს, იმიტომ რომ ეს მე. ზარალა დაიჭირეს, იმიტომ რომ იარაღის ნაწილი ქონდა თან იმაში სტრასბურგში მიფრო აეროპორტში ქონდა იარაღის ნაწილი ბოლო ინფორმაციით რა ვიცი რაღაც გავიგებს კიდე რას ისულელია ახლა ეს ხო მაგას ვინ შეჭამს მაგრამ მაგითი გეუბნებიან იმას ბატონო ბიზნესმენებო რომ რაზე ზმინდა იმაზე დაგიჭერე ხო და შეკრიბეთ ფული კაცო თქვენი რესურსები და ჩაასხით ხალხში არა შეკრიბეთ და რა ვიქენით ბოლო შეიძლება ქვეყანა საერთოდ არ გიყვარდეთ, მაგრამ ისე გამოგივათ, რომ ქვეყნისთვის ქენით და გაწყობთ ეს. ხო. აგერ ხაზარაძეს რამხელა რესურსი ქონდა და იმის მაგერად რომ ეს რესურსი გამოეყენებინა ხამში, ან წესივრად, ადგა და იღებს არჩევნებში მონაწილეობას და არა მარტო არჩევნებში იღებს.
ზოგადად იღებს ახლა. ხო და ამიტომ ცოტა დაფიქრდით. მაგრამ ისე ზარავას დაჭერა ბიჭო. აი რამხელა რაღაცა არის, ამხელა სილქნეტი რა არის? ორი პროვაიდერი არის საქართველოში. რედისონი, არა, ევრონიუსი არ არის Silk Hospitality. არა, თავი გაანებე, მაგრამ Silk Road Group-ს თავი გაანებე. მარტო Silknet-ზე ვლაპარაკობ. ხო, Silknet-ი ხო, რავი. მთელი საქართველოს კომუნიკაცია აქვს კაცს ხელში. ჯოხთაბერიძეებს თავი გაანებე, იმიტომ რომ Silknet-ს უფრო დიდი მარკეტ შეარი აქვს მე მგონი. და ეს ქართველი ხალხი აღარ მოითმეს. ეხა ზარალმა რომ გადაწყვიტოს იქიდან ციხიდან გამოვიშვას წერილი, რომ გათიშეთ Silknet. ქართველს Facebook-ი გაუთიშე. უნდა აღნიშნო, რომ მე 5 დღეა ინტერნეტი გათიშული მაქვს სახში და არა მარტო ინტერნეტ ტელევიზიაც. და ამიტომ ასე რა ქვია, შეიძლება ითქვას კარმა არის ეს, მაგრამ შეიძლება არის რომ შენ შეთანხმებულად მოქმედი ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ხო, მე შევუკვეთე ამის დაჭერა. მე ჩავუგდე იარაღის ეს რა ქვია, ჭანი ჭიკი ჯიბეში. ხო და რავი, დაფიქრდე ცოტა ეს ხალხი. ზარალას დაჭერა არის ისეთი რაღაცა, რომ ყველას მოგადგენია. ხო, და მე მაგრად გამიკვირდა, იმიტომ რომ ზარალა, რომელიც არის კაცი, რავი, მე აღიარებს მაფიოზი არის ახლა ბოლო-ბოლო და მაფიოზს იჭერენ იარაღის გამო. ეს კი არ არის ალ კაპონე რომ იმის გადასახადის გადაუხდელობის გამო დაიჭერა. ალ კაპონე რომ დაიჭერა იარაღზე, ეს ხო იუმორი იქნებოდა. ხო, არ ვიცი, ხო. კაც ზარალა რატო ქვია? ზარალა იმიტომ ქვია, რომ ბევრი ტყვეები ის ბევრი ტყვეებს ხარჯავდა. და ეს კაცი დაიჭერეს იარაღის გამო, რა სულელია, ხო ვინ ჭამს მაგას. ხო და Silknet-ი რომ გათიშოს. ეხა ზარალამ პროტესტის ხო, ცალსახად კარგი იქნება ჩემი აზრით. იმ მინიმუმ იმიტომ იქნება კარგი, რომ ქართველი ლიბერალი გათიშავს Facebook-ს ხო, და აი დავისვენებთ. ზუსტად. და ეს ჩვენო დავისვენებთ და მეორეც ერთი ეს აგრესიის კანალიზაციის წყარო აღარ იქნება როგორც ჩვენი ლეგიტიმურობა. აღარავინ აღარ გვეტყვის, რომ ეხლა გეტყვის სინამდვილეში რა ხდება, აი ამას აღარ წავიკითხავ. გულს ვერ მოიფხანს იმით, რომ რა ქვია, გოწაჭანტურიას პოსტს დაალაიქებს. აი ვიცი რა არის, გულის მომხანვა კიდე, ანუ კიდია, ოკეი, ჯანდავას, მაგრამ მე ვერ ვიტან ყველაზე მეტად იმას, რა ქვია, რაღაცა ჩაანალიზებას 27-ჯერ რატო არის საქართველოს იგივე წრეზე და ამას ვიღაც მანონიკი არ აკეთებს, ამას აკეთებს რაღაცა ხო, სადღაც ევროპაში რაღაცა იმაში ნასწავლი 27 წლის ადამიანებს დავიღალე ალბათ, გავიგე. ეს რატომღაც გამოყავთ ბიჭო ისე რომ გეგონება საშუალო სტატისტიკურ ქართველს ეგ არ ესმის. ეგეც გულის მომხანაა, კაცო. ხო და ეგ არ არის ჩვენ ასე ვაკეთებთ ახლა, ეგეც გულის მომხანაა, პროსტა ჩვენ კარგად ვაკეთებთ. ხო და ჩვენ ვერთობით და ისინი არიან რომ აიმე ეს რა მოხდა და ანუ კარგი რა ბიჭო. არა, ეგენიც ერთობიან. ახლა შენ ფსიქოლოგიურ დონეზე ვერთობ. ჩვენ ასე ვაკეთებთ, ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ვაკეთებთ და ჩვენ მაგრები ვართ. ისინი არიან უნიჭოები მოდი და თან მართალ სიმართლეს ვამბობ და ისინი პროსტა ამბობენ საკუთარი აი რაღაცა ეს არის echo chambers ქნიან რომ საკუთარი სიტყვები რომ ესმით ან საკუთარი სიტყვებს რომ წერენ მერე უკვე გამოდის რომ აი ლიბერალიზმი გადარჩა საქართველოში. ხო, იმიტომ რომ მაგათ წარმოდგენაში რატომღაც ანუ საქართველოს ან ისეთი იმარჯვებს როგორც იმენა მაგას უნდა, ან ვაფშე ვერ იმარჯვებს და ეგ რეალობა საერთოდ არ დგას, იმიტომ რომ მათ შორის აქციაზეც არ არის ყველა ისეთი, ვინც იზიარებს მაგ ყველაფერს, რასაც რა ვიცი მე. ვენერომელო ამბობს მაგალითად, რომელიც მალე წავა საქართველოში. 튜ნინგით თუ რა. ვენერომელოას სახლი დაეწვა. ეს კარგი ბიჭო, გაჩერდი ახლა. მათი შენ ახლა ცეცხლზე ხალ ნახე რა არის მანდ ეგ ხო დევნილის სტატუსის სარგებლობს და ამ დროს არ არის დევნილი და ეხა უკვე არის. ნუ ხო. ო ამიტომ მოკლედ არა მე რატო ამბობ მაგას იცი ის დევნილმა ტიპმა რო თავი დაიწვა ამას წინათ რავი 1-2 თვის წინ. ხო. მაგაზე მახსოვს რომ თავარ არხს ქონდა სიუჟეტი, ჯერ კიდევ თავარი არხი ცოცხალი იყო აცხონოს ღმერთმა. თავარ არხს ქონდა სიუჟეტი ამაზე და ვინ მოიყვანეს ექსპერტად დევნილთა საკითხებში? ვენერომელოა. კი ბატონო. რომელიც არის გოლუმი. მაიფრეშესო. საკუთარ სახლზე ამბობდა. ვენერომელოა და დაწეროს წიგნი სოხუმი მაიფრეშეს. ორი ავტორი უნდა გავდეს. არა, მე ხუმრობას ავდი, რომ ეს რა ქვია, ის სოხუმში ადგა, ანუ სტენდ-აპი გააკეთა და წამოვიდა და არ დამაცადე ახლა მაგ ხუმრობის. აი მაგას ვერც ვიხდებოდი, მაგას სტენდ-აპი აქვს? ქონდა ახლა პრინციპში ვენერომელოა გადაობს? კი. ვაუ. შენზე. ხო მე ხო ინცელი ვარ.
კარგი ბატონო. შემდეგი რა გვაქვს, მოიცა? ვარლამი განვიხილეთ. მოდი ეხლა იცი რა ქნა, შედი რომელიმე news site-ზე. რა ხდება წერტილზე? სადაც გინდა და აი პირველი news რაც შეხვდება, მაგაზე ვილაპარაკოთ, რაც არ უნდა იყოს. მოიცა ლელოზე გამახსენდა ეს, ნახე, ბადრი ჯაფარიძემ გამოუშვა შემდეგი სტატია. კი არა, წერილი. ახალგაზრდების დატუსაღებას კოალიცია ძლიერი საქართველოს უპასუხა მტკიცერწმენით და გაბედული ნაბიჯით მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით. ძალიან გაბედულია. ჩვენ მზად ვართ შევიდეთ უთანასწორო ბრძოლაში მათი უფლებების დასაცავად. Very brave. მე 3%-ს ავიღებ, ეს შენთვის არის მათედევიძე. ეს არის ეს რა ქვია და გააკეთე რიპოსტი რათა $2 წაიღოს აფრიკაში ბავშვს ან გაუგზავნე ეს წერილი 10 პოლიტიკურ პატიმარს და რა ვიცი მე. არა, ბიჭო, მართლა დაფიქრდი ტიპებმა ცხოვრება გაწირეს. ხო. ახალგაზრდა ტიპებმა ცხოვრება გაწირეს, 7 წელი ემუქრებათ იმის გამო, რომ უბრალოდ აქციაზე იყვნენ და არ შევიდნენ არანაირ გარიგებაში, რომლის ნუ ინტელი იყო მათ შორის ქართული ოცნების მხრიდან, რომ ჩვენ გამოუშვებთ თუ ბუდიშს მოიხდიანო და ეს არ ქნეს. აი ამ ხალხს აურაცხელი რაოდენობის 100 ადამიანს 50-ზე მეტს. დიახ. ესენი ეუბნებიან, რომ ჩვენ ვიბრძვით. რითი ებრძვიან, ბიჭო? მე რო ციხეში ვიჯდე და ამას ვისმენდე ტელევიზორით, დავლეწავდი ტელევიზორს. მართლა უღონდ. კი, და დაგიმატებდნენ 7 წელს კიდე. სახელმწიფო საკუთრების ხელყოფისთვის. ბიჭო, სიკიჟეა, ანუ ეს არ შეიძლება, ანუ მე მესმის ის რა ქვია, ციხიდან რომ იწერებიან წეგლებს მაგალითად, რომ ანუ რაღაც ბრძოლა გრძელდება და რაღაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ციხეში რო ზის ადამიანი, რა ვიცი, ალბათ ყოველდღე აგინებს ამათ. იმიტომ რომ საგინებელია. აბა რა. გასაგებია რომ ის რა ქვია, იმედს არ კარგავს, მაგრამ რა ყლეობაა ეს, ანუ ღალატით არ ქვია ამას, რა ვიცი მე რა ქვია. ბიჭო, ღალატი არ ქვია, იმიტომ რომ ვერ ხსნი ბენეფიტი რა აქვს. ხო, არაფერში არ წერია. ღალატი არის რომ რაღაცის გამო რაღაცას შეუძლებელია რომ შენ შეუძლებელია იმდენად სულელი იყოს მამუკა ხაზარაძე, რომ მაგას ვერ ხვდებოდეს, რომ თუ ამას გააკეთებს, რამენერად გადარჩება. აი, სულელი შეიძლება არ არის, მაგრამ არის ეგოისტი. ამ ცხენზე ხო შეჯდა? ხო და ეხა არ უნდა ამ ცხენიდან ჩამოსვლა, იმიტომ რომ აღიარებს რომ უტაკვერცხი იყო. ხო, საქართველოს ისტორიაში ჩვენ გვაქვს ესეთი გამოცდილება, როცა ეს რა ქვია, ესეთი კათარზისი მოხდა და შემშილობა შეწყვიტა ერთმა დიდმა ქართველმა, რომ ჯაბა იოსელიანმა. თუ გახსოვს შენ ეს როგორ მოხდა ეს ყველაფერი, ხო, რომ ჯაბამ შეწყვიტა პატრიარქოსა შემშილობა, რადგან პატრიარქმა სთხოვა. და ეს გაправდა საქართველოში და მამუკა ხაზარაძეს ვინ უნდა თხოვოს? მამუკა ხაზარაძეს რაბინმა? რა შეიძლება აქვს ვინმე რომ გამოვიდეს თქვას რომ უბრალოდ მაგან კი არ თქვას ვინმე რომ უთხრას რომ აი გამოვიდა თქვი რომ საერთო ბრძოლის სახელით მე ამას ვაკეთებ. ბიჭო, ეხა შენ ვერ ხვდები მაგ. ვინმე ეგეთი გიჟი არის რომ უყურებ ამას? არა, შენ უყურებ ამას როგორც იმას რა ქვია. ნახე, მამუკა ხაზარაძე ამას იმიტომ კი არ აკეთებს, რომ სახელი გაუფუჭდება. იმიტომ აკეთებს, რომ თვითონ შეიცვლის აზრს, საკუთარი თავის წინ უფუჭდება სახელი. და ეხლა საკუთარი თავის წინ ხო არ იტყვის იმას, რომ მე ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ერთობა. მაშინ რომ დაждდეს მართლა საკანში და ერთობის გამო იძახოს ეგ, ერთობის გამო. მამუკა ხაზარაძე მაგას არ იძამს. ის გააქრა ნახე, წაკითხული, მაგრამ არჩევნების პერიოდში დაპოსტა და დაბუსტა რაღაცა თავისი წიგნიდან მონაკვეთი, რომ გითხრათ სიმართლე. თუ როგორ ქვია სიმართლე რომ გითხრათ. სიმართლე რომ გითხრათ. ხო, და მაქედან არის მონაკვეთი, სადაც ძალიან პრინციპული ადგილი დაიკავა და მონაკვეთია, იცი? მე ახალი დაწყებული მქონდა რაღაცა ბიზნესი და 90-იანებში და დამადგა კიტოვანი. ხო და არა ჯაბა ბოდიში. ჯაბა დამადგა და ჯაბას ბიჭები დამადგნენ და თხოვეს წილს. მე ვთხარი არა, თქო არა, ვაი. გატეხავ ეხლა მაგას და მე მამუკა მაგის წილს. მამუკამაც გატეხა. ხო და ну, короче, ამან არ მოგცემა და რაღაცა და მე ესე წავიდნენ ხედრიონელები და მე ჯაბამ დაურეკა, რომ შენო ბეჭო რაღაცა ესაო და მოდი ჩემთანო. და მე ეს მონაკვეთი ესე სრულდება, რომ მე მივედი ჯაბასთან და ველაპარაკე. ანუ ის არა კლიმაქს იმ ამბავს მიესცა თუ არა წილი. ანუ იმას კი არ ამბობს რომ კი ჯაბამ დამავერბო უკან და მე მივეცი წილი. просто ის ნაწილი რომ მე ჯაბას ბიჭებს თითი დაბუქნიე. ანუ ეგ ტიპი არის. და ჯაბას ბიჭებმა იარაღი დაუქნიეს. ხო და რაზეც ალბათ ამის პასუხი იქნებოდა რომ კარგით ბიჭებო, აი ეს მანქანა თქვენ არ ალბათ. ხო და ეს არის სისულელი ეგეთი შემჭამეს კოღოებმა.
ეგეთი კვერცხობების ეს არის რა, ეგეთი კვერცხობებით გააქვს თავისი კაცობა. და ეხლა შენ მაგ კაცისგან ელოდები იმას, რომ საკუთარ აზრს შეცვლის, არა. და არ ველოდები, მაგრამ მე ჩემი საქართველოს მეწოდებ. ოღონდ მართლა, ანუ ძალიან მარტივი არის ბიჭო, მე მაგაზე მეშლება ნერვები, რომ ანუ არაფერი ტრაგიკული იმ გაგებით საქართველოს არ უდგას, რომ ცალსახა არ იყოს, რა უნდა გააკეთო შენ, როგორც პოზიციონება ან რა ვიცი მე, აი მართლა ძალიან მარტივ რაღაცებზე არის შეთანხმება საჭირო და ეს ყველაფერი მართლა იმის გამო ვერ ხდება, როგორც შენ აღნიშნე ბატონო მათე, რომ ვიღაცებს აქვთ იმაზე დიდი ეგო, ვიდრე უნდა კონდეთ. მეტი არაფერი არ ხდება, არა მარტო ქართულ პოლიტიკაში, არამედ ქართულ აქტივიზმში. უი, მაგაზე გამახსენდა ბოდიში. უკვე თბილისის გამოგლეჯვაზე რო აღარ არის ნამხნევარი. ხო, კი. თლიანი საქართველოს უნდა გამოვგლიჯოთ. არა, მე მეორე ეგ შეიძლება ლელოს მხრიდან არის, თორე გახარია ვაფშე მაგარი ყლეობა თქვა რომ ისო ჩვენ რო ვერაფერი ვერ მოვიგოთ, 10000 ქართველი განვაკოცეთო, ჯერ დაშვება რამხილავს, რომ საქართველოში 10000 კოცი არსებობს, ბიჭო, მე ამის არ მჯერა. არა, ნუ ეხლა ეგ სისულელია. კარგი ეხლა და უფრო მეტიც არსებობს. ო, რა, ბიჭო. კაი ხო, ნუ anyways, ეგეთი მამალი კოცი მოდი არ არსებობს 10000. კოცი პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებელი ერთი ცალიც არ არსებობს, ხო, იმიტომ რომ ეს კოცი ალსახა. პოლიტიკური ხო, იდეოლოგია ეს არ ალსახა. არის. მაგრამ მაგრამ არსებობს anyways, ნუ, მენტალური კოცები. დათქმა რა არის საბოლოო ჯამში, ანუ რას ვერ ხვდება, რას ვერ იაზრებს, ვერც მამუკა და ვერც ესა გახარია, რომ აქ თითქოს ჩვენ იმაზე უნდა ვიბრძოლოთ, რომ ვიღაცებს გადავათქვევინოთ აზრი, რომ ეს რა ქვია, კოცები აღარ იყვნენ. და ეგ რეალობა საერთოდ დგას, იმიტომ რომ არ არის ეგ ხალხის და უმრავლესობა და არა, უმრავლესობა შეიძლება არ არის, მაგრამ ეს ხალხი ვინც არის კოცი, ეგ კოცია, всё, მორჩა. ხო, და მეორე ხო, ეგ უნდა მე მეთქვა. ვიქნები სულ ნაცი, იმიტომ რომ წესიერი ვარ და კარგი ადამიანი ვარ და დებილი არა ვარ. იგივენაირად ისინი იქნებიან კოცების სულ, იმიტომ რომ ყველაფერი ჩემი საპირისპირო არიან. ხო, და მაგას ვერ ხვდებიან. ანუ საბოლოო ჯამში ეს მაინც ანუ ამათ თავის თავში ეგ წარმოდგენა აქვს, რომ რაღაცნაირი მართლა სულ მგონია ბიჭო, რომ ამ ქვეყანაში ხალხს აქვს ესეთი პერფექციონისტული ის რა ქვია ხედვა იმაზე, რა უნდა მოხდეს საქართველოში და ეგ არის რომ სანამ უკანასკნელი ადამიანი არ განკოცდება, მანამდე უნდა ველაპარაკოთ ყველას და არ მუშაობს ეგრე პოლიტიკა. ანუ თუ ეს ყველაფერი მაგას აჩვენებს, რომ ამ ხალხს პოლიტიკაზე ნული წარმოდგენა აქვს. ანუ შენ წარმოიდგინე ახლა რომ 2003 წელს რევოლუცია როცა ხდებოდა, ის რა ქვია სააკაშვილს და ის რა ქვია ნაცებს ეფიქრათ, რომ არა ხალხო, ჯერ ეს რა ქვია შევარდნაძე სანამ არ გვეტყვის, რომ მე თქვენი მხარდამჭერი ვარ, მანამდე რევოლუცია არ მოხდება. ანუ არა. მაგას ამბობდა ჟვანია. ჟვანიაზე ხო არ მაქვს მელაპარაკი. ხო, არა, სააკაშვილი მაგას რა თქმა უნდა არის და ცალსახარი რომ როცა შენ მხარეს არის რაღაცა იდეა, როცა შენ მხარეს არის სიმართლე და შენ მხარეს არის ძალა, გასაგებია რომ დანარჩენი ხალხი მერე გამოყვება, ხო? ანუ როგორი რაღაცა იცი? დებილი ხო არა, მართლა ბიჭო, ვიღაც დებილი. ლელოს მხარეს არ არის სიმართლე. ლელოს მხარეს არაფერი არ არის. ხო, მაგრამ ლელოს შეუძლია ნაწილი იყოს იმ სიმართლის და გაინაწილოს ის წარმატება. მე განაწილებაზე არის აქ ლაპარაკი. ხო, და მერე მაგარ შორის რომ არჩევანი კონდეს, რას ანუ ეგეც ხო სისულელია ახლა რომ რას ვირჩევ მე, რომ ვის რა ქვია, მირჩევნია ყველაფერი რაც ეფერენტლი არაფერი არ არის, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ ვიგებ ამით თუ საერთო კეთილდღეობიდან რაღაც წილი ანუ ანაკლი სპორტი მქონდეს. მამუკა ხაზარაძეს ურჩევნია თბილისში მეორე კაცი იყოს. ხო, ხო. არა, ბოდიში. დიახ, დიდი ქართული გამოჩვენა მახსენდება ამაზე, მიდი თქვი. საქართველოში არავინ იყოს, ვიდრე თბილისში მეორე. აბარა, ჯობია უკანასკნელი მგელი იყო, ვიდრე პირველი ცხარი, რა თქმა უნდა. ზოგადად მამუკა ხაზარაძის შემთხვევაში თბილისში მეორე კი არა, თბილისში ურჩევნია საქართველოში არავინ იყოს, ვიდრე თბილისში მესამე. ხო, ეგეც ალბათ საკამათოა, იმიტომ რომ იაგო ხუჩია აშკარად უფრო ბეთხმას აიღებს, ვიდრე მამუკა ხაზარაძე ჩემი. იაგოზე ეგ არის, კაცო, იაგო ცალსახათის არის, რა ქვია. იაგო აწובה ყოველთვის, მაგრამ პრინციპულად კოცია. რა გამახსენდა, ბიჭო, რომ იაგო ხუჩიაც კი ეჭქვეშ აყენებდა არჩევნებში მონაწილეობის საკითხს. ნუ იაგო არა კონკრეტულად, იბახო მეგრელიშვილი. მაგანაც კი თქვა, რომ ეს ხალხი თუ არ შედის, მართლა დებილი ხო არა თბილისის ურბანული ხმები თემები. ხო, გაგზავნა. მართლა დებილი ხო არ ვარ, რომ არჩევნებში შევიდიო, ანუ მაგანაც კი ეჭქვეშ დააყენა თავისი პოზიცია, ბიჭო. ვახო მეგრელიშვილმა და ტიპებმა არა მარტო თავი გაიფუჭეს. ლეგიტიმაცია მისცეს გირჩს რომ თქვან რომ კაცო ანუ ესენი შედიან და მე დებილი კი არ ვარ შევიდე. ხო და მან რა მართლაც დებილია გირჩის რა და დარწმუნებული ვარ იაგო ხუჩიამაც რომ თქვას ეგეთი რაღაცა და ვაკხო მეგრელიშვილმა. ისინი იტყვიან საკუთარი გამრუდებული პრინციპებიდან გამომდინარე. ხო. ცხადია, ხო, იმათვის გასაგებიც არის, მაგრამ ეგ აჩვენებს იმას, რომ ეს ხალხიც კი იმდენად ცხადი იყო ეს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღო, რომ
თავის ელექტორატშიც კი დაუშვეს, რომ შეიძლება ვერ გაправებულიყო ეგ. ხო, კი ბატონო. იმიტომ რომ რაღაც მომენტში მაგათმაც დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა. კი. როგორც კი აღმოაჩინეს, რომ რაღაც ჩანდა შავი თუ რაღაც ეგეთი. კაროჩე ეს ლელო არის ძალიან სასაცილო წარმონაქმნი. ყველა პარტიაზე იტყვი რომ რაღაცა აქვს რა. გახარიაზე პროსტა გახარია ევასებათ იმ სასტავს და გახარიას ერთგულები არიან. არა მარტო ეგ გახარიას იდეაც აქვს. გახარიას იდეა არის, რომ უკეთესი კოცია. ხო, და ეგ მაგის თალსახაჯერა, რომ ანუ ამის მთელი ცხოვრება ეგ არის, რომ მე უკეთესად დავამარცხებ ნაცებს, ვიდრე კოცები და გასაგებია, რომ მაგას ეგ ის ამოძრავებს, რა ქვია, ცეცხლი რო ეგ გააკეთოს. სხვათა შორის. იმიტომ რომ მე რო ეგეთი ტიპი ვიყო მაგალითად რა, ეხლა ნერვი მომეშლებოდა, რა ვიცი, მე ვიღაც გივი მიქანაძეზე თუ ვიღაცაზე, რომელიც ეხ ხო, ანუ შენ ვერ ასრულებ ნაცებს, იმიტომ რომ ხან აქეთ ხარ, ხან იქით და რაღაც ეგეთები. ნახე უყურე ხა და გახარია, ანუ სპირიტუალურად კოცი არის, ანუ ფულიც რო არ გადავუხადო მაგაში, მაინც მაგას გააკეთებს. ხო, კი ბატონო, მესმის, ხო და ნახე გახარიასაც აქვს რაღაცა. კოცებს აქვს ის, რომ ნუ რაღაცა საქართველოს უნდა მიყიდონ რუსეთს. ნაციონალურ მოძრაობას აქვს საქართველოს სული და საქართველოს არსებობს ნაციონალური მოძრაობის გამო. ახლებს აქვს ის, რომ ჩვენ უკეთესი ნაცები ვართ. ახლები არიან ნაცების გახარია. აჰა. და როგორც გახარია არის ყვერი, ისე არის ახლები სისულელე. და ვინ დარჩა? ლელო დარჩა. გირს აქვს, ვითომ ლიბერტარიანელები არიან. არა, გირჩის ასახად არის, რომ აი გირჩი აშკარად ყველაზე კარგად ხსნის ლიბერტარიული პარტიის არსებობა ზოგადად ამერიკაში. ხარდაჭერი. ამერიკაში ახლა რო შეხედო ლიბერტარიული პარტია აი იმენა ეგ არის, რა საქართველოში არის რაღაცა 3%-იანი წარმონაქმნი, რომელსაც ბიჭო რაღაც იმან ტრამპა ვერბინ სუპრიმი დააყენეს ტრამპა გითხრა რომ ის რა ქვია იმას გამოუშვებად რა ქვია Silk Road-ის დამფუძნებელ ძმაო და ჩვენ ხმები მივცენ ძმაო და ტეხას მოდში გოუცვალიენ. აი ხო ანუ გასაგებია ლიბერტარული პარტია რაღაც უნდა აკეთებს, გირჩი მაგას აკეთებს რაღაც და ალბათ რავი, ნუ იაგო შეიძლება აქვს პრეტენზიები რომ 3%-ზე მეტი აიღოს, მაგრამ ლიბერტარიანიზმი ზოგადად ეგეთი იდეოლოგია რომ რაღაც 5%-იანი წარმონაქმნია რა. უნდა ივაჭრო. ხო. ნუ მოკლედ, ოკეი, მაგას ვამბობ და ლელო რო რამე პარლამენტში აზრი არა აქვს ლელოს არსებობს. არანაირი აზრი არა აქვს. გარდა იმისა რომ მამუკა ხაზარაძეს აქვს ფული. ეს ერთი და გარდა ხაზარაძე ხარ შიგნით არის და ესენი ვინც დარჩნენ ახლა ლელოში მაღალ პოზიციებზე, ესენი დარწმუნებული ვარ იმით არიან მოტივირებულები, რომ მამუკა სადაც სანამ იქ არის, მანამდე გამოწოვონ რაც შეიძლება მეტი ლელოს ფონდიდან. კი ბატონო. და ეგ პატარა ბიძინაა ტიპი, მეტი არაფერი არა. კიდე ერთი მიზეზი რატოს ლელო არსებობს არის ის, რომ არსებობს კომპლექსი იმის, რომ ნაცებს ხმას არ მისცემს ხალხი და აი იმან რომ ეგ აღარ არის მორჩა გადაწყდა. არა, რას ვიძახი რა, ანუ ერთადერთი მიზეზი რატო შენ შეიძლება ოპოზიციური პარტია გააკეთო არის ის, რომ იყო იმ ილუზიაში, რომ ქართულ ხალხს მართლა ვის აქვს, რა ქვია, დიდი დაკვეთა აქვს მესამე ძალაზე, რომელიც არადარ გამოჩნდა და ეგ პირიქით გამოჩნდა, რომ არ არსებობს ეგეთი რაღაც, იმიტომ რომ გახარია არსებობს, რომელსაც რავი, ანუ მართლა რატო არ უნდა მისეხმა, როცა კოცი ხარ მაგალითად რა, ანუ ცალსაღად არსებობს ალტერნატივა შენთვის, რომ ბიზნეს არ მისეხმა, ახალი გამოჩნდა, ლელო გამოჩნდა, ის რა ქვია, ვადო მაჭავარიანის სართულები გამოჩნდა. ბიჭო, რეალურად ანუ უამრავი პარტია საქართველოში. დროა, გირჩი მეტი თავისუფლება. ეხა კითხვით რატომ არის ნაციონალური კონცეფცია და ჩემი აზრით ნაცები და კონცეფცია ერთი და იგივეა, იმიტომ რომ მე მამაჩემი იყო ნაცი და მე გაბრაზებული. აი ეს არის ვადო მაჭავარიანის პაროდია. ხოთ გააკეთო. ხო და ალტერნატივები საქართველოში თალსახად არსებობს. ეხლა ეგ შეიძლება იმას რა ქვია ვიღაც საშუალო სტატისტიკურ ქართულს ჯეროდეს, რომ ეს რა ქვია, ეს ყველა პარტია ერთ და იგივეა, მაგრამ აი ეს ელიტას, რომელიც საბურთალოში და ვაკეში თუხთუხებს, აშკარად ესმით, რომ ნაცები და რა ვიცი მე, თუნდაც ახალი თუ ლელო თუ გახარი ერთ და იგივე არ არის. ხო, ეხლა მაგდონეზე ესმით ეგ ამბავი და მაინც არ აძლევენ ეხმას და ხო, გასაგებია, რომ არანაირი მესამე ძალის მოთხოვნა და არანაირი ალტერნატივა არ არის. ახლა აღარ არის ეგ. გატყდა ის, რომ ნაცებთან ერთად დგომა ტეხავს. გატყდა, იმიტომ რომ ნაცებს აქვს ძალიან კარგი პლატფორმა ახალი, ძალიან კარგი გუნდით დარწმუნებული ვარ, რომლებიც აკეთებენ ძალიან კარგ სტრიმებს და ელაპარაკებიან ხალხს და ის აღარ არის, რომ ეს ვინ არის, რაღაცა გიორგი გია ბარამიძე აღარ არის რაღაცა ეფემერული სიცხლიანი აფრასიძეების მხოცავი. არის ტიპი, რომელსაც უყვარს კუგდარი და ეს ერთი და მეორე კიდე ანუ ცალსახად ანუ
ნაცებში. არა, გარდა მაგისა დროც მიეხმარა ეხლა ეს просто შაუთავთი გავუკეთე, მაგრამ არა, ხო, მე დროზე არ ვამოდი, მე დროც ცხადია, დრო გავიდა, აღარ ტეხავს ნაცობა. არც არასდროს არ უნდა ტეხოდა, მაგრამ აღარ ტეხავს. აი ბიჭო, დამაცადი ლაპარაკი. არა. ბავშვებო, იყავით ნაცები, ძე ახლა. და ცალსახად მოქმედებს ფაქტიც, რომ ეხლა ვერავინ ვერ ჭუატყოფელი, რა ვიცი მე, ვერ დაადებს ნაციონალურ მოძრაობას. ხელს და ვერ იტყვის, რომ თქვენ აი ის ხალხი ხართ, რომელიც ეს რა ქვია, მაშინ 9 წელს მართლობაში იყო, იმიტომ რომ ეგეთ ხალხი ცოტა დარჩა ნაციონალურ მოძრაობაში. ანუ ნაციონალურ მოძრაობაში მოხდა ეგ გადატვირთვა ასე. ეგ ვაფშე რადის მოხდა, კაცო, ბოკერია რომ გამოიქცა იქიდან რა ქვია ნაცებიდან ჩერგოლეიშვილთან ერთად, მაშინ გაყვა ის ნაცები, ვინც მიშა დარჩა მარტო იქ ძველი ნაცებიდან. მოვა დრო, როცა არანაცობა გატეხავს და ეგ მოვა ძალიან მალე. ეგ დრო დგას ახლა უკვე. იმიტომ ახალგაზრდებში დგას. კი ბატონო, მე ამის ასახად ჯერა. კოცია. ნუ კოცობა ტეხავს რა თქმა უნდა, მაგრამ ის შუაში სტობას ტეხავს. აი ყლეობას ლაპარაკი. ნაცობა რა. აბა მიდი დაელაპარაკეთ 16 წლის ბავშვს, რომელიც 4chan-ზე არის გაზრდილი. მიდი დაელაპარაკეთ და უთხარი. 4chan-ზე საერთოდ ნატური ედიტები ხდება. ხო. მიდი და უთხარი რომ ეს რა ქვია, დემოკრატია, ეს ხო ისევ იმას უბრუნდება, რომ ეს მილენიალები არის ჩარჩენილები ემაში, რომ ვითომ დემოკრატია კარგია, ეს მომაკვდავი იდეოლოგია ეს. ბიჭო, აი აღარ არის ეგრე, არა. ეგეც რო არ იყოს, ანუ ვინ გამომდინარე ინტერნეტიდან და მაგის ერთადერთი შესაძლებლობა არა, ეგ რა თქმა უნდა, კაცო, მაგრამ ეგ გასაგებია. რაზე ვლაპარაკობ საერთოდ, ბიჭო, მე მიშა მეცილება შექმნილია დემოკრატიის იდეა საქართველოში, მიშა შემოტანილია ეს გასაგებია, მაგრამ რაც არ უნდა ეს იყოს, რომ აი შეცდომები დაუშვიენ და რაც უდი რაღაცები გაუკეთებიან, ანუ ეგ ისტორიული ფაქტია უკვე, ბიჭო, რამდენი წელი გავიდა, ლამის 20 და ეხლა შედ იმაზე ლაპარაკი, რომ იქ რა ქვია 2003 წლის 25 თებერვალს რაღაცა მოხდა, რომ ეს ქვეყანა არ მომწონს სასაცილოა. უბრალოდ ავაზაკ ვაზაგაშვილს არ გადაყვება. მაგას ამოვხენ. ხომ? ხო, რა თქმა უნდა, მაგას არ გადაყვება, კი, ფაქტია, რომ არ გადაყვება და არ ჩაყვება საფლავში არც ავაზაკ ვაზაგაშვილს და არც მის ავაზაკ მამას. სხვათაშორის მამამისი ჩაყვა ლიტერალურად საფლავში. ხო და ესე იგი ისი თქვა მინდოდა ხა. ეს დემოკრატია საერთოდ საქართველოში ერთხელ მოიკიდა ფეხი და ვხედავთ მის კიბოვან შედეგებს, სიმსიუნის გამომჟღავნებას. აღარ მიდის ის მოკიდებული დემოკრატიის ფეხი. 2012 წელი ქართველმა ხალხმა დაინახა, რომ იყო სისულელე. ამ შეცდომას ჩვენ აღარ დავუშვებთ, ვისწავლეთ ეს. და შესაბამისად, როგორც კი ესენი სწავლენ, იმის წარმოდგენა ნუ ექნება ვიღაცებს, რომ რაღაც რევანშიზმი აღარ იქნება და რაღაც აი ვიცხოვრებთ როგორც ემაში. მათე ახლა იმუქრებ. არ ვიქნები, ესე იქნება. ნუ ექნება იმის წარმოდგენა, რომ ძალიან რაღაც ლიბერალურ საქართველოში ვიცხოვრებთ. მორჩა ეგ დრო. მაგის შანსი იყო 2016 წელს, მაქსიმუმ 2018-ში. აღარ არის ეგ დრო. და იმ ხალხს მიმართავ, ეხლა ვისაც განაკოცებს ველაპარაკები, კაცო, კოცები რა შეიძლება კოცები მე მიყვარს. ანუ ძალიან კომიკური წარმონაქმნი არის ქართული ოცნება და მიხარია რომ არსებობენ. იმიტომ რომ მაგით გარეშე მე ხო, სალაპარაკო არ მიქნებოდა, მაგრამ ის ხალხი, ვისაც გონია რომ საქართველოში დამყარდება ლიბერალური დიქტატურა. ვისაც გონია რომ საქართველო იქნება საფრანგეთი. საქართველოს საფრანგეთი არ იქნება. საქართველო იქნება პოლონეთი, დიახ, საქართველო იქნება ელ-სალვადორი, დიახ, ძალიან კარგი. ელ-სალვადორი იყო უკვე. საქართველო ელ-სალვადორი იყო და ელ-სალვადორს ახლა არ აქვს ის, რაც ჩვენ გქონდა მაშინ. კახა ბენდუქიძე. კი ბატონო. და გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ გქონდა კახა ბენდუქიძე და ეს დიდი კაცი იყო და მისი შედეგები ჯერ კიდევაც, ანუ, კაროჩი, მოკლედ იმას ვამბობ, საქართველოში დემოკრატია დამთავრდა. ასევე დამთავრდა, მალე დამთავრდა. თუ შეიძლება ეს გავაჰედლაინოთ, რომ საქართველოში დემოკრატია დამთავრდა. საქართველოში დემოკრატია დამთავრდა და მალე დასავლეთიც მიხვდება, რომ დემოკრატია არის სისულელე. და ჩვენ არ ვიქნებით, როგორც ყოველთვის ვიყავით ისტორიის განმავლობაში ჩამორჩენილი, რომ ევროპაში რაღაცა მოხდება და 50 წლის მერე ხვდებოდით, მაგას რომ ეს კარგია. აღარ მორჩა ეგ. ხო, არა, მოდი მე ვიტყვი ესეთ რაღაცას. ეხლა პირიქით იქნება, საქართველოში დამთავრდა დემოკრატია. იქ მერე 50 წლის მერე დამთავრდება ევროპაში. არა, მე მოდი მე შემოვიდან ესეთ რაღაცას მაშინ, რომ დემოკრატიაზე როცა არის ხოლმე ლაპარაკი, ყოველთვის გაუგებარია რა იგულისხმება ამ დემოკრატიაში. აბა მიდი მითხარი. იმიტომ რომ rule of law, ასე რომ ვთქვა რა, ეს ცალსახად კარგი წარმონაქმნია ჩემი ეგ დემოკრატიასთან აშუაშია. ხო და უყურე ახლა ნახე, დემოკრატია ყოველთვის გაიგივებული არის, რა ვიცი მე, აი მთელი პრობლემა რა არის, ნახე,
ევროპა მაგალითად 10 წლის წინ, ევროპა დღეს და ევროპა 30 წლის წინ ამ ყველაფერს სულ დემოკრატია ქვია. და სულ სხვადასხვანაირი იყო ეს ევროპა. ზოგჯერ ესეთი კანონები იყო, ზოგჯერ ისეთი იყო, რაღაც ანუ მაგრამ რაღაც პრინციპები დგას და ეს პრინციპები, დემოკრატიის პრინციპები კი არ არის, ეს არის basic სახელმწიფოს არსებობის პრინციპები, რომელიც საერთოდ სხვა რაღაც არის, ვიდრე ვის რა ქვია, რაღაც ჩვენ რასაც უყურებთ ევროპას და 10 ქალი პარლამენტში გორე უმამა, ანუ ეგ არ არის რა. ანუ დემოკრატია და ეგ რატომღაც ეგრე გაიგება, რომ დემოკრატია ეს არის პოტიომკინის დემოკრატია. ნუ ჩვენ რასაც უყურებთ ევროპაში, ესე ზეპირად მგონია, რომ იგივე თუ იქნება საქართველოში, ეს არის კარგი. ამიტომ ეხა იმათ აქვს იმის ფუფუნება, რომ ეგრე ყლეურად იყვნენ, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ამის ფუფუნება და არც გვექნება. ის შეცდომა, რაც დაუშვით და ის დანაშაული, რაც დაუშვეს ნაციონალებმა 2012 წელს, აღარ განმეორდება. ბიჭო, აი, რას გადაყვა რომ დაფიქრდე, ეგ არის სასაცილო. იმიტომ რომ სხვა ქვეყანაში შეიძლება ეგ საერთოდ სხვა რაღაც, მაგრამ საქართველოში ლიტერალი ეს რა ქვია, ეს პროექტი გადაყვა იმას, რომ ვიღაცები ქუჩაში ვეღარ აჩერებდნენ ტიპებს და ვერ ეუბნებოდნენ, რომ ახტე ხურდები ხო არ გაქვს. ანუ აი ამას გადაყვა ქართული სახელმწიფო და ეს არის სასაცილო ჩემი აზრით. კი ბატონო, ქართული სახელმწიფო გადაყვა მაგას, მაგრამ ქართული კულტურა არ გადაყვა და მაგიტომ ამბობ, რომ ეგ არის მომაკვდავი თქო კაცო. აი ქოცები რომ ამბობენ რა, თქვენო უსამშობლოები ხარცო და რაღაცაო. ქოცები არიან უმოვალოები. ვინ არის ქოცი დარჩენილი დღეს? ჯიბი ისა რა ქვია, უბნის შპანა და მანონი დეიდები, რომლებსაც საკუთარი შვილები არ ყავთ. ან თუ ყავთ ნაცები. ოღონდ რასაც თვითონ ეძახიან ნაცებს და არა ეს რა ქვია, რაც უჯი ნაცები, ხო. ანუ ლიბერალები რასაც ეძახიან, მაგრამ ეგრე არის. ქართული ოცნება, უბრალოდ ქოცები არიან უმომავლო. საკუთარი შვილები ივლიან, მაგაც შვილები ივლიან ჩვენს სკოლებში, ნაცების სკოლებში, ივლიან ჩვენს უნივერსიტეტებში, იმუშავებენ ჩვენს სამსახურებში და უყურებენ ჩვენ ედიტებს და პოდკასტებს. უყურებენ ჩვენს გადაცემებს ინტერნეტში და უყურებენ ჩვენს რავი მე გადაცემებს ტელევიზიებში. ანუ ამ ქვეყნის მომავალი ახლა ვაფშე ყველა რო გაყარონ აქედან. ხო წარმოუდგენელია ის, რომ იგივე კულტურული მენტალიტეტი დამყარდეს საქართველოში, როგორც იყო 2000-იანების დასაწყისში და 90-იანებში. შეუძლებელია მარტო მინიმუმ, იმიტომ რომ ინტერნეტი აქვს ბავშვს. ხო. შევა იმაზე რა ქვია, TikTok-ზე და გაიგებს იქ რაღაცებს, რომ თურმე რავი მე, კარგი ყოფილა, დენი რო გაქვს, კარგია. ხო. და ვიღაცისთვის დანის დარტყმა ეს, იმიტომ რომ ხურდა არ აქვს, ქართველობა კი არ არის, ეს არის ამიტომ შესაბამისად ის მაინც ცდილობს რომ ერთ დაფინანსებაზე დამსვას და მეორე დაფინანსება მობიჭრას. გაჩერდი ბიჭო, გაჩერდი. რა გავჩერდი ახლა ჩამოწეს. არ მინდა ეს. დამანები. წულს დავადე. რო არ გვიდა მაგითო ბოლო თემა არის ის რომ გეზერიდან ორი კაცი წამოვიდა კიდე. და რა გინდა რომ ამაზე თქვა? არა, მე რო ახლა ინტრიგანი ვიყო,